იოსები, უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ბაღდადის რაიონის სოფელ დიმში დედასთან ჩავიდა. ჭიშკარი შეაღო და ჩვეული შემართებით შესწახა, ისე როგორც ჩვეოდა ხოლმე სახლში დაბრუნებულს. დედაც მალევე შეეგება და გადაეხვია დიდი ხნის უნახავ ვაჟს. ქალბატონო დედა, ასე მოეფერებოდა ხოლმე ქალბატონი ზოლდას უფროსი ვაჟი. დედაც გულში ჩაიკრავდა და დილით შულს ჯარში გააცილებდა. იზოლდა კობახიძეს შვილის ყველა ნივთი ფელიქსის საწერ მაგიდაზე აქვს თავმოყრილი. მათ შორის არის ჯარიდან მოწერილი წერილებიც. ფელიქსი მას მამამ დაარქვა. ჯარშიც ფელიქსად იცნობდნენ, დედა კი ზურიკელას ეძახდა. ისე მართალი რომ გითხრა ჯარი კარგი რაღაცა, აგებულობ ყველა გაჭირვებას და სიხარულს. დედიკონა, გენაცვალო ზურიკო, დრო თუ გექნება დარეკე სოხუმში გითხრა, რატომ არ მიწერავენ წერილს? კარგი დედიკონა, დგებით ჩვენ 6 საათზე. და მერე 3 კილომეტრს კროს გავბივართ. ერთია გლახა, რომ ჩვენ ჩასში ქართველები არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ რუსულ სკოლა ჰქონდათ დამთავრებული ჩემ შვილებს, მაინც ქართულად წერდნენ ჯარიდან წერილებს. რუსეთის ჯარში იმსახურობდნენ ორივენი და ქართულად დედიკო და მამიკო სულ ასე წერდნენ წერილებში და ძალიან მოყვარული ბიჭები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ იქ რუსულად იყვნენ გაზრდილები, მაგრამ ჩვენ ქართული მაინც ვასწავლეთ. ჩემო საყვარელო დედიკო, მთელი გულით გილოცავ საერთაშორისო ქალთა დღეს 8 მარტს და ეს წარი მრავალს გისურვებ ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას. ღმერთმა 555 წელი გაცოცხლოს, რაც მიზნები გაქვს, ღმერთმა 1000% შეგასრულებიოს. კოცნი ბერშენი ზურიკელა. როდესაც მარტო რჩება ფელიქსის კუთხეს მიუჯდება და უკვე გმირიშვილის ისტორიას თავიდან აცოცხლებს. ფელიქსი ყაზახეთში, ქალაქ ჯამბულში შეეძინა. კაკაურიძეების ორმა ვაჟმა ფელიქსმა და თამაზმა პირველი ნაბიჯებიც იქ გადადგეს. როდესაც ძმებმა საშუალო სკოლა დაამთავრეს, საალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. რუსულენოვან გარემოში იზრდებოდნენ, თუმცა ქართულს ვაჟებს დედა ასწავლიდა. ჯარიდან დაბრუნებული ძმები ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდნენ და ბაღდადში, სოფელ დიმში დასახლდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძმები ჯამბულში იზრდებოდნენ, საზაფხულო არდადეგებს ყოველთვის საქართველოში ატარებდნენ. თამაზ და ფელიქს ტყუპებს ეძახდნენ, თუმცა გარეგნულად ერთმანეთს არ გავდნენ. მათ შორის სხვაობა სულ 1 წელი იყო. სკოლა ერთად დაამთავრეს, ჯარში ერთად წავიდნენ. ბავშვობის წლები თამაზ კაკაურიძისთვის ყველაზე ტკბილ მოგონებად დარჩა. ჯარში მე მეზარებოდა წერილების წერა და თვითონ ხშირად წერდა. და ამაზე მეჩქუბებოდა ხოლმე. ომზე არ გვიმხელდა. წვნებზე მივდივართ რა. მორფოლოში იყო. საქართველოში დაბრუნებულმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლას მუშაობას უთავსებდა და ოფჩი სკოლაში ბავშვებს თავდაცვით ფიზკულტურულ მომზადებას ასწავლიდა.
20 წლის იყო, როდესაც თამარ დემეტრაძე ცოლად შეირთო და პირველი ქალიშვილი, ქეთევანი შეეძინა. სწორედ მაშინ ფელიქსის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, სადაც სიამოვნებით წავიდა. 2002 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა და ღირსეულად ატარებდა სამხედრო ფორმას. 2008 წლის აგვისტოს ერთ საღამოს დანაღვლიანებული მივიდა სახლში. შვილებს მოეფერა. ივახშმა და წავიდა. დილით, როდესაც სამსახურში ადრიანად მიდიოდა, თამუნას უჩვეულოდ გამოემშვიდობა. თითქოს ბოლოჯერ იხუტებდა მეუღლეს გულში. 11 აგვისტოს ტელეფონით ესაუბრა ფელიქს. არინერვიულო ჩვენ შენთან ვართო უთხრა თამუნამ. ვიციო, მიუგო ფელიქსმა და საბოლოოდ დაემშვიდობა ოჯახს. ტელევიზიით გორის დაბომბვის კადრები გადიოდა. თამუნას ფელიქსის სამშვიდობოს გამოსული ეგონა. ფელიქსი იყო კარგი მეუღლე. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ოჯახი ყოლოდა უზრუნველყოფილი. ხიარული იყო, ოჯახში შემოქონდა სითბო. იყო გულახთილი. ჩვენ ოჯახში დამალული არაფერი არ იყო. ბავშვების მესაიდუმლე საფიცარი მამა იყო შვილებისთვის. დღემდე იფიცებენ მამის სულს. ხანდახან ბრაზდებოდი, რომ მეტყოდნენ დედიკო, ჩვენო მამიკო უფრო გვიყვარსო. მასწავლებლის ხელფასით ოჯახს ვერ არჩენდა. ჯარისკაცის ცხოვრება კი ყოველთვის იზიდავდა. საკუთარი სურვილით კომანდოს ბატალიონში ჩაირიცხა და 6 წელი ემსახურა საქართველოს. უმცროსი სერჟანტი ფელიქს კაკაურიძე მეორე ქვეით ბრიგადაში 21 ბატალიონში დელტა ასეულში მსახურობდა. მოგვიანებით საშტაბო ასეულში გადმოვიდა. საქმისადმი თავდადებით და კარგი სახელით ცნობილი ჯარისკაცი სამშვიდობო მისიით ეირახშიც მსახურობდა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს მეორე ქვეითი ბრიგადის მაშინდელი შტაბის უფროსის მაიორ ბესო გოფოძის მძღოლად მიავლინეს. სახლში ყოველთვის ამბობდა: უჩემოდ არ შეიძლება, მე სულ იქ უნდა ვიყო. 11 აგვისტო, შინდისი. კოლონები ბრიგადისკენ მოემართებიან. მეთაურის მანქანას უკან შტაბის უფროსის მანქანა მოხვება. საჭესთან ფელიქს კაკაურიძეს. ქართული სამხედრო მოსამსახურეები ჩასაფრებაში მოხვდნენ. თუმცა უკან არიხავენ. ერთმანეთის დასაცავად იბრძვიან. 200 რუსი სამხედრო მათთან გასამკლავებლად დამატებით ძალებს ითხოვს. მეთაურის მძღოლი დაიჭრა. თანამებრძოლებმა ბუჩქებს მოაფარეს. სერჟანტ მირზა მალაზონიას ახსოვს, როგორ უყვიროდა თანამებრძოლი ბრძოლის ველიდან. გამაგრდი, ჩვენ შენთან ვართ. ტკივილისგან მირზამ გონება დაკარგა. ახსოვს, სანამ ტელეფონი დაუჯდებოდა, თანამებრძოლთან გადარეკვა მოასწრო და მას კოორდინატები უთხრა. მას შემდეგ ტელეფონიც გაითიშა. გოსმოსული ხოხვით გამოვიდა ბრძოლის ოლამდე და საკუთარი თვალით იხილა თანამებრძოლების სასაკლაო. სერჟანტ მალაზონიას გონებაში ჩარჩა კადრი. საკუთარ მანქანასთან ძირს დაცემული თანამებრძოლის ფელიქს კაკაურიძის ცხედარი. ესეთი ბუჩქებში ვიყავი 4 დღე, სადაც ჩასაფრება მოგვიწყვეს. შემდეგ 4 დღის მერე ძალა გამოცდი, როდესაც ხოხვით მოვდიოდი ჩვენ მანქანებთან. ჩვენ მანქანის უკან იდგა საწყალი ფელიქს კაკაურიძის მანქანა, სადაც დავინახეთ დამწვარი ჩემი მეგობარი. ის ისეთი ვაჟკაცი ბიჭი იყო, რომ ჩვენი უსათვის თავს გაწირავდა და ესეც მოხდა, როდესაც შინდისის ბრძოლის ველზე
მან გმირულად დაეცა. ფელიქს კაკაურიძე უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ შინდისის ბრძოლაში დაღუპულ 17 ვაჟკაცთან ერთად გადმოასვენა ძმათა სასაფლაოზე. მალევე კაკაურიძეების ოჯახს დნმ-ის ანალიზის პასუხი ეცნობეს, რომელიც ფელიქსის გარდაცვალებას ადასტურებდა. სერჟანტი ფელიქს კაკაურიძე ოჯახის წევრებმა მამის გვერდით სასაფლაოზე მიაბარეს მიწას. ის იბრძოდა საქართველოსთვის.